საღამო მშვიდობისა რუსთავიორის ტელემაყურებელს მივესალმოთ ლოტო 642-ის მოთამაშეებს, რა თქმა უნდა, და ადამიანებს განსაკუთრებით, ვისაც უკვე უჭირავს ლოტოს ბილეთები ხელში, რომელიც შეავსეს და ელოდებიან თავიანთ იღბალს. ვით უმეტეს ისეთ კარგ თანხებს შევითამაშებით კიდევ ერთხელ დღეს, როგორიც არის ჩვენი ჯეკპოტი და რომელიც შეადგენს მოგზურა ერთმანეთს 1,821,164 ლარს. ასია ნამდვილად და მეორე საფრთხო კატეგორიაში საკმაოდ კარგი თანხა მოგვიწევდა 54,000 ლარს უკვე გაცდა და სულ ახლახანს გავათამაშეთ მესამე საფრთხო კატეგორია და ნახეთ დღეს როგორ განვითარდება მოვლენები იქნებ და აი ამ ორ კატეგორიას გამოვკრათ ხელი. 720 ტირაჟია ეს წარმატება გვისურვებია, რა თქმა უნდა, 3-2-1. აბა რას იზავს დღეს ჩვენი ფერად-ფერადი. ნახოთ, ერთი სული მაქვს დღეს ნახო როგორი კომბინაცია გვექნება და იმედი მაქვს ისეთი გვექნება როგორიც თქვენ გინდათ და როგორიც ჩვენს გვინდა. შემოგვდა კი ბატონო. ლევანდელი 22 დაიწყო ციკლი ყვითელი გააგრძელებს როგორც ყოველთვის. მე ყვითელი ციკლია. წვანე მოვიდა. 11 შემოგვიგორდა ამასობაში. თაკოს დღეს რაღაც კარგი ინტუიცია აქვს. რა იქნება შემდეგ წითელი? წითელი მოვიდა დაინახა ოღონდ. 13 შემოგვიერთდა ამ შემთხვევაში უკვე. ლურჯი ხوار იქნება შემდეგ. არა ყვითელი იქნება მე. გეტყვა რა, გეტყვა. ენდე შენს ინტუიციას ენდე. 4 გახლავთ მეოთხე მომგებიანი ბურთი, ამიერიდან უნდა ვეიდო უფრო მეტად. აუცილებლად და ყვითელიც აი არ დააყოვნა და მოვიდა 5-იანი შემოგვიგორდა 4 შემდეგ. კი ბატონო, მე-6 მომგებიანი ბურთის დრო დგება, რომელიც მნიშვნელოვანია ჯეკპოტისთვის და აი, მაღალი ამ შემთხვევაში 27. და ველოდებით ბონუს რიცხვს და აი ისიც წვანე 18 მოგორდა ჩვენთან და გადავიმეოროთ კიდევ ერთხელ. 24, 11, 13, 4, 5 27 და 18 გახლავთ ბონუს რიცხვი. აბა რამდენია გახარებული მან წარმატებას გისურვებ თავისთავად. ბევრი დიდი ყველას გიხარი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ აი აქ მალე დავინახავთ შედეგებს, მაგრამ შედეგებამდე აუცილებლად უნდა უთხრათ და გაუზიაროთ იმ სიხარულის შესახებ, რომელიც სიხარული წინა გათამაშებაში ჩვენ გაუზიარეთ ადამიანს, რომელმაც მოიგო. მოკლედ, ადამიანი, რომელიც დღეს სხვათა შორის იუბილარია და ამაზე უკეთესი საჩუქარი რა უნდა გაეკეთებინა ლოტო 642-ს. აბა, გილოცავთ ბატონო. გია თუთისანს და რა თქმა უნდა, გეტყვით და შეგახსენებთ, რომ 21,442 ლარი მოიგო მან მესამე კატეგორიაში, წარმოგიდგენიათ? და დღესაც თამაშობს და იქნებ ჯეკპოტსაც გამოკრას ხელი. კი ბატონო. მოკლედ გავიცნოთ ეს ადამიანი და შედეგებს უკვე ერთად გავიგებთ. მე გახლავართ გია თუთისანი აფხაზეთიდან, ომის ვეტერანი. ლოტოს თამაშთან მაკავშირებს 5-6 წლის სტაჟი. ბოლო დროს უფრო ინტენსიურად ვთამაშობდი, ვიდრე წინა წლებში. სულ ყიდულობ ყოველ გათამაშებაზე 2-3 ბილეთს. ამა წლის 2 თებერვალს ვიყიდე ლოტარიის ბილეთი, სადაც 6 თებერვალს გათამაშებაში 6-დან 5 ციფრი გამოვიცანი. თავიდან ვერ იმამსქენი, მაგრამ მე გოგო 28 წლის გოგო ყავს, ახალსანი მშობი არა ბავშვი, 15 დღისა გამოვარდა რავა ასე და ასე და მე უფრო ამით კანკანი დაიდგა ეს სიხარულისგან. თუნდაც ყოფილიყო არა 21,000, არამედ 3,000-იც რო ყოფილიყო, ხო მაინც დიდი სიხარული, მაინც სიხარული. მოგებულ თანხას შვილებთან 5 შვილი მყავს, გავანაწილებ, არც ეს გული რო არ დავწყვიტე. ეს მიეძღვნება ჩემს დაბადების დღეს, 2 დღეში მაქვს დაბადების დღე და დიდი საჩუქარი არის ლოტარიის კომპანიისგან. დიდი მადლობა ლოტარიის კომპანიას. ვინც თამაშობს, ის იგებს. ბატონ გიას კიდევ ერთხელ მიულოცოთ, მოგებაც, დაბადების დღე, შვილიშვილები ბევრი ჰყავს და გადაუნაწილებს თურმე ამ თანხას, როგორც თავად გვითხრა და დღევანდელი შედეგები. ისევ გავათამაშეთ. 2,859 ლარი ერთმა ბილეთმა მოიგო, ერთმა ადამიანმა თავისთავად და მეოთხე კატეგორიაში 6 გამარჯვებული ვყავს. ეს თანხა გადანაწილდება, რა თქმა უნდა, ჩვენ 1977 ლარი გათამაშდა მეოთხე კატეგორიაში და 329 ლარმა შეადგინა მოგებამ ბილეთზე. ჩვენ ბედნიერი საღამო უნდა გისურვოთ, რა თქმა უნდა, ყველას სამშაბათ დღეს ტრადიციულ დროს შევხვდებით ერთმანეთს, მანამდე შეიძინეთ ბილეთები და იმედი მაქვს, რომ სულ თანხებს გამოკრავთ ხელს. ნახვამდის.